ამერიკაში გაზრდისას მუსლიმ სალი აიაძე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ პრობლემებს გავლენა არ ჰქონია. ახალი ამბები, რომელიც ოკეანის მიღმა ხდებოდა, ჩვენ არ შეგხვებია. ჩვენ არავინ გთხოვდა მოვლენების გამართლებას ან დაგმობას. იგივე იხსენებენ მუსლიმები ჩრდილოეთ კაროლინაში და მთელს ამერიკაში, მაგრამ ახლა ბევრი ფიქრობს, რომ მათ პოტენციურ ტერორისტებად მიიჩნევენ. 2001 წლის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ამერიკის მუსლიმი მოსახლეობა დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა, მაგრამ კვლევა ამბობს, რომ შიში უსაფუძვლოა. კვლევარმა ჩარლზ კურზმანმა ეჭვმიტანილი მუსლიმების და ძალადობის საქმეები შეისწავლა. ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 250 ადამიანი, რომლებიც დაიჭირეს ტერორიზმისთვის ან ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. 250 შეიძლება დიდ რიცხვად ჩანდეს, მაგრამ ეს ამერიკაში მცხოვრები მუსლიმთა 3 მილიონიანი ჯგუფის მხოლოდ პატარა ნაწილია. ეს სია შეიცავს ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილ ჯოხარ ცარნაევს, ფორთ-უდის სამხედრო ბაზაზე მკვლელობის მომწყობ ნიდალ ჰასანს და სომალელ ამერიკელ აბდირაჰმან მუჰუმედს, რომელიც სირიაში მეამბოხეთა ჯგუფში გაწევრიანებას ცდილობდა. ამ თავდასხმების შედეგად ჯამში 50 ადამიანი დაიღუპა, რაც კურზმანის თქმით სხვა სტატისტიკასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში 200,000-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. მისი თქმით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საკითხებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები ან ადვილად ხელმისაწვდომი ცეცხლსასროლი იარაღი, ტერორიზმზე აქცენტის გამო ნაკლები ყურადღება ეთმობა. უსაფრთხოების ერთგვარი შიხია, სადაც მსგავსი თემების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს და ბევრ სხვა ძალადობას და საფრთხეს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. ტერორიზმზე პასუხისმგებელი არც ერთი რელიგია არ არის. ძალადობაზე და ტერორიზმზე ადამიანები არიან პასუხისმგებელნი. პრეზიდენტმა ობამამ რადიკალიზაციაზე ტერორიზმისთვის მიზღვნილ სამიძე ისაუბრა. ექსპერტი დევიდ შანზერი ამბობს, რომ ამ სამიძე საშინაო და საგარეო საფრთხეები ერთად არ უნდა განეხილათ. ამ ორი თემის დაჯგუფებით ჩვენ ისინი დავაკავშირეთ. ჩვენ ამერიკელებს შევუქმნით წარმოდგენა, რომ თითქოს ის საშინელებები, რაც უცხოეთში ხდება და ტერორიზმში ჩართული ადამიანების რაოდენობა იგივეა ამერიკაშიც, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. პოლიცია ჯერაც იძიებს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში თებერვალში 3 მუსლიმი სტუდენტის მკვლელობას და იკვლევს, იყო თუ არა მიზეზი რელიგიური ფანატიზმი. რაც არ უნდა იყოს ამ მკვლელობის მიზეზი, ცხადია, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკაში მუსლიმები თავს ალყაში გრძნობენ. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.